საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე უპასუხებს. ბატონო ამირან, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, მოსალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ჩვენ ერთად მოусმინეთ დაღუპულის მამის საკმაოდ მძიმე კომენტარი, რომელიც მან დღეს გააკეთა. თქვენ რა შეგიძლიათ განაცხადოთ, რატომ შეიძლება შეეცვალა გიგა შენგელიას მამას პოზიცია? დღეს ის საუბრობს უკვე განსხვავებულ მოტივზე, ის საუბრობს შესაძლო ქურდობაზე და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი. პირველ რიგში მე კიდევ ერთხელ როგორც აქამდე მიუსამძიმრებ, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე მინდა მორალური მხარდაჭერა გამოუთქვა ჯარისკაცს, რადგან ისიც სტრესულ მდგომარეობაშია, მარტივი არ არის, თუნდაც კანონიერად და წესების დაცვით, როცა ადამიანი იღუპება და მისი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ. რაც ეხება ახლა ჩვენებების უბრალოდ პოზიციის შეცვლას, მე ბევრჯერ განვაცხადე და ახლაც იმ პოზიციაზე ვარ, რომ ვერ ხედავ ვერანაირ мотиваციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ არასწორი მიმართულებით წაიყვანოს გამოძიება. არანაირი ინტერესი არ არის და ძალიან კარგია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა, ჩამოვიდა მამა და თავისი თვალით დაათვალიერა ყველაფერი. რა თქმა უნდა, მას აჩვენებდნენ სრულ ნახავს თუ სად მოხდა შეღწევა, სად მოხდა გასროლა, სად იქნა ცხედარი აღმოჩენილი და ასე შემდეგ. უსაფრთხოების საკითხებს რაც ეხება, წლებია ჩვენ აი ესე მოვდივართ, რაც ქართული არმია შეიქმნა, არც ერთ სამხედრო ობიექტზე ალბათ ჯერჯერობით არ არის თანამედროვე დაცვის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები დამონტაჟებული, რადგან ეს ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, ანუ იმ ობიექტზე, სადაც ნატოს კომპონენტი არის განთავსებული და ასევე არიან უცხოელი სამხედრო ექსპერტები და ტექნიკა, არ არის საერთაშორისო დონის უსაფრთხოების სტანდარტები დაცული. ეს უზარმაზარი ტერიტორია, სასწავლო ცენტრი, აქ საუბარი არ არის რაღაც იარაღის საცავზე და ასე შემდეგ. ეხლა ყველგან სათვალთვალო კამერებს ვერ დააყენებ და კიდევ ამბობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა იქნება საჭირო და ამას დაჭირდება წლები, 5-10 წელი, რომ მთელი სამხედრო ნაწილები ასეთი საშუალებებით აღიჭუროს. ეს მარტივი არ არის და პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული. და რაც ეხება თვითონ ტერიტორიის დაცვას, ასე ხდება ბევრ ქვეყანაში. გუშაგი დგას მარტო საგუშაგოზე, ტერიტორია არის შემოფარგლული, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ შემდგომში აი ეს შემთხვევა დაგვანახებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საჭირო და იქ სხვადასხვა ტიპის დაწყებული ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან დამთავრებული სხვადასხვა სენსორებით დამონტაჟდება ობიექტებზე. ბევრი რამ იქნება გადასახედი, რა თქმა უნდა, და დარწმუნებულია, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და კვლევებს და მათ შორის მამის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა იქ ადრე მსგავსი ფაქტები, მაგრამ თავარი ის არის, კიდევ ერთხელ უბრუნდები, რომ გუშაგმა იმოქმედა ჩემი შეფასებით, მე ვრჩები ამ პოზიციაზე წესდების თანახმად, წესდება არ ითვალისწინებს იქ რაიმე ტიპის გარკვევების დაწყებას, რა ნაციონალობის ხარ, ისთვის ხარ მოსული და ასე შემდეგ. იქ კაფიოდ ძალიან მშრალად აქვს გუშაგს გაწერილი, რა კომანდები უნდა გასცეს და რა მანძილზე არ უნდა დაუშვას ობიექტზე დამრღვევი და მათ შორის რაც იყო საუბარი ზურგში მოხვედრაზე. ერთადერთი არის პრინციპში ერთადერთი რამ, რაზეც პოზიცია მამას არ შეუცვლია, იმიტომ რომ პრინციპში ხო ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ტყვია არის მოხვედრილი ზურგში. კი, მაგრამ წესდების 124 სტატია ზუსტ პირდაპირ მოითხოვს, რომ არ დამორჩილების შემდეგ თუ ის გარბის ტერიტორიიდან გუშაგი ვალდებულია გამოიყენოს იარაღი. ეს არის წესდების მოთხოვნა. დღეს თქვენ გააკეთეთ განცხადებები, რომ საქართველოში დღეს მოქმედებს საბჭოთა დროიდან გადმოღებული და ნათარგმნი წესდებები და რეგულაციები. რამდენად ქმნის ეს პრობლემას და აისახა თუ არა ეს გარემოება ამ ინციდენტში, შეიძლებოდა თუ არა მის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში თუ უკეთ ვიმუშავებდით ამ მიმართულებით? პრობლემას ეს ასე პირდაპირ მნიშვნელობით არ ქმნის, მე უბრალოდ დავწერე, რომ გადასახედი არის და შეიძლება სხვადასხვა ობიექტებზე მოხდეს გადახედვა, მაგალითად ერთი გუშაგი დგეს თუ ორი, თვითონ ეს წესდებები არის ათეული და საუკუნეების განმავლობაში, ათეული წლების და საუკუნეების განმავლობაში სისხლით არის ნაწერი, არაფერი არ არის რუსული, ასე ვთქვათ, მოქმედების ალგორითმებით
ყველა ქვეყანას თითქმის აქვს ერთი და იგივე. ჯერ უნდა გააფრთხილო, შემდეგ იარაღით აფრთხილებ და შემდეგ უკვე მხოლოდ ამის შემდეგ იყენებ იარაღს. თუ იქ პირდაპირ აგრესია არ არის, ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდაა გაწერილი. მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ დაწყებული თვითონ ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხებიდან რომ მოხდეს შესწავლა მთლიანად რა მოცულობის სამუშაოებთან არის საქმე, რამდენი ობიექტია ასეთი თანამედროვე საშუალებებით აღსაჭურვი და ასე შემდეგ. უნდა გაიწეროს გრძელვადიანი პროგრამები და თავდაცვის სამინისტრო და არა მარტო თავდაცვის სამინისტრო, ძალოვანი უწყებები ყველა, სადაც ობიექტების დაცვა ხდება, უნდა წავიდეს ამ მიმართულებით, უნდა მოხდეს შემოფარგლა თანამედროვე ღობეებით, უნდა დამონტაჟდეს ვიდეო სათვალთვალო კამერები, სხვადასხვა სენსორები და სხვადასხვა მაქსიმალურად უნდა მოხდეს ყველგან ესე იგი გამოთავისუფლება პერსონალის, სადაც ეს შესაძლებელია, ყველგან ვერ გამოვრიცხავთ ჩვენ პერსონალის არსებობას, ამიტომ არის შესაძლებელი, შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, შეიძლება საგუშაგოზე იდგეს მაგალითად ორი გუშაგი. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ადამიანურ რესურსს, ანუ ორჯერ მეტი გუშაგი იქნება საჭირო, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აი ზუსტად ოპტიმიზაციის ხარჯზე საგუშაგოებს. დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დააყენა არსებული ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი და განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას? მე მოусმინე ბატონი დავითის განცხადებას, მას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაზე არ უსაუბრია. მან ისაუბრა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაზე და პრობლემები გენერალურ შტაბში არის, ეს არ არის დღევანდელი დღის პრობლემა და წლების განმავლობაში არის დაგროვილი და იმედია თავდაცვის მინისტრი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით იმუშავებს. ეგ რამდენადაც საწყენი და მოსასმენი არ უნდა იყოს ჩემი კოლეგებისთვის, მაგრამ ეს არ ეხება კონკრეტულად ამ გუშაგის მოქმედებას და ამ ფაქტს. მე მგონი მამას დარწმუნდა თვითონ გარდაცვლილის მამას გულისხმობ, რომ გუშაგმა იმოქმედა წესდების თანახმად და გენერალური შტაბის ასე თქვა კვალიფიციურობა თუ არაკვალიფიციურობა ამ ფაქტთან მიმართებაში არანაირ კავშირში არ არის. ბატონო ამირან, ერთი საკითხი არის გუშაგის მოქმედება და ის ლეტალური შედეგი, რომელიც დადგა, მაგრამ მეორე ვერ ვიტყოდით, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაზის უსაფრთხოება და საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას აქვს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ამ მიმართულებით შესაძლებელია თუ არა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და რამდენად მგრძნობიარეა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი მსგავსი ინციდენტების მიმართ? რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი საკმაოდ რეზონანსული არის და უამრავი პუბლიკაცია დაიწერა, დაიბეჭდა ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს მტკივნეულია ჩვენთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა და მე აქედან უყურებ მხოლოდ ამას. ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ღირებული ფასეულობა, ასე ვთქვათ, და კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ზუსტად ამიტომ საუბრობ მე, რომ ასეთი ფაქტები რო არ მოხდეს, უნდა დავიცვა ჩვენი ტერიტორიები თანამედროვე საშუალებებით. მე დღეს დავდეკიდევად სხვადასხვა ტიპის საშუალებებით ჩემ სოციალურ გვერდზე და ეს თავდაცვის სამინისტროშიც კარგად იციან, მაგრამ მოდით ახლა პრობლემებსაც შევხედოთ ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს თითქოს და მაღალი ბიუჯეტი აქვს, იცით კარგად, რომ ამ ბიუჯეტის დიდი ნაწილი არის სოციალური ნაწილი, ჩვენ ძალიან დიდი ბიუჯეტი გვეხარჯება, დიდი თანხები გვეხარჯება საერთაშორისო მისიებში და რჩება ძალიან მიზერული თანხები, რაც საჭირო არის შეარაღების და ტექნიკის შესანარჩუნებლად, საბრძოლო მზადყოფნისთვის, საბრძოლო მომზადებისთვის და ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა არის. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს შეარაღების და ტექნიკის წესრიგში მოსაყვანად, საბრძოლო მზადყოფნის და საბრძოლო მომზადების ინტენსივობის ასამაღლებლად და მე ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტროს აი ამ დაფინანსებით არ ეყოფა ბიუჯეტი და სახსრები იმისათვის, რომ აი ეს ძვირადღირებული პროექტები განახორციელოს სხვადასხვა ობიექტებზე, მაგრამ ამის ამ მიმართულებით მუშაობა მოუწევს თავდაცვის სამინისტროს და მოუწევს მთლიანად მთავრობასაც. ანუ ამას დაჭირდება დამატებითი ასიგნებები თავდაცვის სამინისტროსთვის. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არ გაკეთდება, მაგრამ გაიწეროს უნდა 3-4-5 წელზე და თანამედროვე საშუალებებით აღჭურვა უზრუნველყოფს იმას, რომ გაჭირდება ობიექტზე შეღწევა და არ იქნება ლეტალური შემთხვევები, რასაც ახლა ქონდა ადგილი და სამწუხაროდ. საინტერესოა ისახება თუ არა ეს პოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში. დიდი მადლობა ბატონო ამირან, ამირან სალუქაძე ბრიგადის გენერალი.